Ამ წუთებში ბათუმში მზია ამაღლობელის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა უნდა დაიწყოს, მანამდე კი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. სასამართლოში იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. მერაბ წულუკიძე მუშაობს ადგილზე და ის ღია ეთერში გვერდება. მერაბ, გისმენთ. მარიამ, 2 საათზე უნდა დაწყებული იყო მზია ამაღლობელის წინა სასამართლოს ხდომა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო 1 საათით დაგვიანდა და სულ რამდენიმე წუთის წინ დაართეს ნება დარბაზში დამსწრების მსურველებს, რომ შესულიყვნენ შენობაში და რამდენიმე წუთის წინ თავად პროცესზეც მოვიდა მზია ამაღლობელი. დღეს პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან, საქმე არის რეზონანსული, აქ იმყოფება საფრანგეთის ელჩი, ასევე გერმანიის საელჩო წარმომადგენლები და ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრებიც იმყოფებიან დარბაზში. დარბაზში არიან ასევე როგორც მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, ასევე მისი კოლეგები, ადგილობრივი და ასევე ჟურნალისტები და მედია მენეჯერები საქართველოს სხვადასხვა კუთხი და დღეს გამწესრიგებელ ხდომაზე ადვოკატები ისევ დააყენებენ შუამდგომლობას მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმების თაობაზე, შეცვლის თაობაზე ამბრალდების. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რომელიც სრულიად ახალდანიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იმდენად მცირე დრო ამის დანიშვნიდან, რომ აბრაც კი არ არის დამზადებული, რომელიც ჩვეულებრივად მოსამართლის მაგიდასთან კეთდება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი. მანამდე კი პროცესის დაწყებამდე და ალბათ თქვენ ხედავთ კადრშიც სასამართლოს შენობის წინ არის ხალხმრავლობა, გაიმართა მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და იგი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. იმედი გასაკვირველია მაქვს მაინც, იმიტომ რომ მოსამართლეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფაქტობრივად ამ მოსამართლეს შეუძლია შეეცვალოს ცოტათი მაინც წარმოქმნა მართლმსაჯულების სისტემაზე საქართველოში. ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ზოგადად ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ნახოთ რა იქნება. ყველაზე მეტად ახლა რაც მახარებს, ეს არის მზიას დანახვას შეუძლებს. ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი, მზია არის უკანონო პატიმარი, მას ეს 2 თვეც არ უნდა გაეტარებინა არც საპყრობილეში და არც კლინიკაში ბუნებრივია. რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის აღარ შიმშილობს, იმიტომ რომ მზია სიცოცხლე მისი მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ყოველს ძალიან კარგად უნდა ისმოდეს, რომ ეს შიმშილობა იყო მისი უდიდესი პროტესტი იმ მოსამართლობის მიმართ, რომელსაც ის პირადად შეეჩეხა, რომლისთვის ხალხობა მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ, იმიტომ რომ ეს არის უკანონო პატიმარი და შეუძლიათ გააგრძელონ მათი ინსტიტუციებით გამოძიება, პოლიციას, პროკურატურას და ასე შემდეგ ინციდენტებს ხოლმე და ვინც გაყალბებული ოფიციების საფუძველზე აღუკვეთა მზია ამაღლობელის პატიმრობა, გადახედონ ახლა მტკიცებულებებს, რეალურ მტკიცებულებებს და იმის მიხედვით რეალურ მტკიცებულების შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელი, მე შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის ბრალდებით. მას ბრალადდება პოლიციელზე თავდასხმა. მზია ამაღლობელი თვეზე მეტ ხანს შიმშილობდა, ამ დროისთვის მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და საკუთარი სურვილით იგი კლინიკიდან დაბრუნდა პენიტენციალურ დაწესებულებაში. გმადლობთ მერაბ წულუკიძე საუბრობდა ბათუმიდან.